ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დათქმები და საქართველოს წითელი ხაზები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტრასბურგში დებატები უკვე დაიწყო საქმე კი ეხება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას რომლის ავტორი ქართული ოპოზიციაა მოკავშირე ცალკეულ ევროპელებთან ერთად ქეთი ქარდავა გვერდება მეტი ინფორმაციით ბოლოს სიახლეებით 20 წუთია რაც მიმდინარეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დებატები პირველი გამომსვლელი იყო მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი მას მოყვა შემდეგ მისი კოლეგა წესებისა და პროცედურების კომიტეტიდან მათ აღნიშნეს რომ აუცილებელია მოხდეს ამ ეტაპზე ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცება მანდატების აღიარება მაგრამ პირობებითა და შეზღუდული უფლებებით ორივე გამომსვლელმა აღნიშნა ეს და შემდეგ მათ გაამახვილეს ყურადღება იმაზე რაც წერია ტექსტში აღნიშნეს რომ საქართველოში ადგილი აქვს დემოკრატიის უკუსლას და ამიტომ ამ ორგანიზაციას პასუხი უნდა ჰქონდეს იმ მოვლენებზე რასაც ადგილი აქვს საქართველოში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსლა გაგრძელდა და უპრეცედენტოდ დაჩქარდა. ეს საჭიროებს მკაფიო პასუხს და ასევე მკაფიო რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა შეიცვალოს საპირისპიროდ ეს დემოკრატიული უკუსლა. დაირღვა სოციალური კონტრაქტი მოქალაქეთა და ხელისუფლებას შორის, რასაც მოწმობს ყოველდღიური საპროტესტო აქციები თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით. დროა საკითხი დაუბრუნდეს კვლავ მოქალაქეებს დემოკრატიული არჩევნების გზით. თუმცა იმავე პირობებში არჩევნების ჩატარება არ გამოიწვევს დემოკრატიულ არჩევნებს და არც კრიზისის გადაჭრის. ამიტომ უწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომ მოახდინოს რეაგირება არსებულ ხარვეზებზე და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც შეესაბამება ზოგადად დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც უნდა გამოცხადდეს უახლოეს თვეებში. კომიტეტის ხელმძღვანელები და ასამბლეის დანარჩენი წევრები, რომლებიც იღებდნენ დისკუსიებში მონაწილეობას კომიტეტებში ამ დრომდე სანამ დაიწყებოდა დებატები, ახლა იცავენ იმ ტექსტს, რაც არის წარდგენილი და საუბრობენ იმ დათქმებზე, რაც არის მათი აზრით აუცილებელი, რომ საქართველოს დელეგაციას ჰქონდეს შესრულებული აპრილის სესიამდე და ამბობენ, რომ ამის შემდეგ უკვე უნდა მოხდეს მკაცრი მონიტორინგი და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვესაუბრეთ ქართული დელეგაციის წევრებს ახლა ისინი უკვე დარბაზში იმყოფებიან თეატრულკენიც ემზადება გამოსასვლელად და გივი მიქანაძეც მათ ამ დებატების დაწყებამდე აღნიშნეს რომ საქართველოში დემოკრატიის უკან დახევას არ ჰქონია ადგილი ეს არის არაობიექტური და არასამართლიანი შეფასება და მათი ერთადერთი მოთხოვნა არის ის რომ საქართველოს დელეგაციას დაუმტკიცეს მანდატები ყოველგვარი დათქმების გარეშე წინას ხდომისგან განსხვავებით ორ წარმომადგენელს მოგვეცემა ქართული პოზიციების დაცვის საშუალება ეს არის უკეთესი მდგომარეობა ვიდრე წინას ხდომაზე და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ცვლილებას პროექტზე რაც შევიტანეთ რომ ჩვენი უფლებამოსილებების დამტკიცება მოხდეს პირობების გარეშე იმიტომ რომ არავითარი მტკიცებულება ამ 3 დღის მანძილზე არავის ვერ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით თუ რა ეგრეთ წოდებული გაყალბება მოხდა არჩევნებზე მოწმობს იმას რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი იმისა რომ ჩვენს უფლებამოსილებებს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდეს არ არსებობს ასევე დეტალურად კამათში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში არსებობს რაღაცა დემოკრატიული რეგრესი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო წევრი სახელმწიფო და მოსწავლე ფაქტებზე დაფუძნებით თუ იმშელებთ ამ ორგანიზაციაში და ამაზეც რა თქმა უნდა ორივენი ვისაუბრებთ დღეს პლენარულ სხდომაზე. დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, დავიცავთ 1,100,000 ამომრჩევლის პოზიციას, რომლებსაც ჩვენ აქ წარმოვადგენთ ქართული ოცნების გუნდის სახელით და რასაკვირველია გვაქვს იმედი რომ ჩვენ საქართველოში უკვე ამბად გვექნება გასაგზავნი ის რომ ჩვენი უფლებამოსილებები იქნა ცნობილი. ჩვენ დელეგაციის უმთავრესი მიზანია რომ სამართლიანობა მოითხოვს რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ყოველგვარი დათქმების გარეშე იქნას აღიარებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ თუ ეს ასე არ მოხდა და გარკვეული დათქმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ეს იქნება პირველ რიგში უსამართლო გადაწყვეტილება და ეს იქნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არანაირი მტკიცებულება არანაირი კონკრეტული ფაქტი
ამ დღეების განმავლობაში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების და პოლიტიკური ჯგუფების მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით და ვერც გაბედეს რომ ვინმეს ეთქვა, იმიტომ რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა ხედავთ, რომ მათი მიზანი არის რომ რაიმე ფორმით გამოძებნონ შესაძლებლობა რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რის შესახებაც ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ და მხოლოდ 2028 წელს და მათ მოსწონთ თუ არ მოსწონთ ის შედეგი, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველმა ამომრჩეველმა დააფიქსირა, მათ პატივი უნდა სცენ სხვა შემთხვევაში ის ღირებულებები და ის ფასეულობები, რომელიც დაკავშირებული არის საპარლამენტო ასამბლეასთან და მთლიანად ევროპის საბჭოსთან, ფაქტიურად ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კომიტეტზეც და ცალკეულ შეხვედრების დროსაც როგორც თეატრულოგიანმა განაცხადა, იყო საუბარი პირველ დათქმაზე, რაც არის როგორც თავად ამბობს კატეგორიულად მიუღებელი ქართული მხარისთვის, ამიტომ ამაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და როგორც თეატრულოგიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დანარჩენ დათქმებზე საუბარ სიღრმისეულად ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, გააჩნია როგორ ფორმას მიიღებს რეზოლუციის საბოლოო ტექსტი და როგორი იქნება კენჭისყრა და ამის შემდეგ ის აპირებს, რომ მოსახლეობას და ამომრჩევლებს აუხსნას თუ რასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით 40 წუთში დასრულდება დებატები, იქნება ცვლილებებზე, ცალკეულ ცვლილებებზე ცალ-ცალკე კენჭისყრა და შემდეგ უკვე საბოლოო ტექსტი გავა კენჭისყრაზე და გავიგებთ ჩვენ როგორი იქნება ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილება, როგორი იქნება ის უფლებამოსილების აღდგენა, რა ფორმით, რა დათქმებით და ამის შემდეგ უკვე კომენტარს გააკეთებს ჩვენთან თეატრულოგიანი. მადლობა, ეს ქეთი ქარდავა იყო და სტრასბურგის